5 მეტრი ლელომდე ბაბუნაშვილზე აავაგდეთ ბურთის, სწრაფად მოვიგეთ. კარკაძემდე მივიდა, მოინაცვლა ღერძი ჩვენმა მოლმა და აქ უკვე ვეღარაფერი გადაარჩენს ესპანელებს, ასეც ხდება. ანუ კარკაძე გახდა დღევანდელი თამაშის პირველი ლელოს ავტორი, ანგარიში ხდება 5-3 საქართველოს ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ. კი ბატონო, შვედიერი მოვლი დავაყენეთ, იქ ნაცადი ხერხი არის ჩვენთვის, წინა ორ თამაშიც არაერთხელ გამოვიყენეთ. გამოვიდა ხაზზე ბურთი, თაფლაძეს მიუვიდა ის კარის წინ არის გაცდა 1-1-ზე მწვენს და ძელებს შუა გაიტანა შესანიშნავი ლელო. ძალიან კარგი თამაში საქართველოს ნაკრების შესრულებით. ფორვარდებმა იქ თავის საქმეს შეასრულეს, ჩაითრიეს მოწინააღმდეგეები, რის შემდეგაც სწრაფად გამოვიდა ბურთი ხაზზე და დემე თაფლაძემ უკვე 1-1-ზე 1 მოძრაობით ჩამოიშორა ბოჭავი და ძელებს შუა მოახერხა ბურთის დამიწება. რითიც ანგარიში გახადა 12-3 და პოზიციიდან გამომდინარე თედუ ამჟანდაძესაც არ გაუჭირდება ამ გარდასახვის გატანა და გახდება ანგარიში 14-3. უკვე მეორედ ნახეთ ასეთ თამაშებაც, როგორც შენაღნიშნე წინა ეპიზოდში, აქ ახლა საღინაძემ ბოლო კაცზე მოიგო ბურთი, სწრაფად გავიტანეთ ხაზში ამჟანდაძე, ნინიაშვილი, აქ სახიფათოა ნინიაშვილი, კი ბატონო გაჭრა ხაზი შევიდა და დაამიწა მესამე ლელო. შვედიერი თამაში იყო, ძალიან ლამაზი კომბინაცია იყო, დერეფრი და სწრაფად გატანილი ბურთი ხაზში ჩათამაშდა ნინიაშვილამდე, ნინიაშვილს კიდე ყავდა ერთი მოთამაშე საჭიროების შემთხვევაში, რომ გაეგზელებინა იქით შეტევა, მაგრამ მოახერხა მარტივად ხაზის გაჭრა, იქ ბოჭავის არიდება, მერე დაზღვევაზე გადასული მოთამაშეებიც დისტანციაზე დაიტოვა და გაიტანა შესანიშნავი ლამაზი ლელო, აგერ გამეორებით ხედავთ ას პირველი ბოჭავი აირიდა, აქ მეორეც მოვიდა, მაგრამ ვერცმან ვერ შეეძლო, უკუსლით ფაქტობრივად მოახერხა ის, რომ შესულიყო ლელოში და დაემიწებინა იქ. უბრალოდ ბრწყინვალე შეტევა იყო, ვიტყოდი იქიდან გამომდინარე, რომ დერეფაში იმიტაცია გავაკეთეთ მოლის. ჯავახია ძალიან აქტიურად ჩაერთო თამაში, უკვე აგერ ამ ერთ შეტევაში მესამე მიცვალება განახორციელა. იქვე შეუტია ლუკა ივანიშვილმა, ლელომდე ძალიან ცოტა დააკრა მას, მაგრამ გრძელდება თამაში და არის ეს პასუხიც ვინ გაიტანა ლელო ვერ შეგვეღება. ბაჩუკი ტუმბაძემ გაიტანა ლელო, როგორც დავინახე და სწორედ მას ულოცავენ. ოქროს ბიჭია, ოქროს ცვლილებაა, რა თქმა უნდა, აი ასეთ ეპიზოდებში უბრალოდ შეუცვლელია ბაჩუკი ტუმბაძე, რომელსაც აქვს ორივე უნარი დადგეს შერკინებაში ძალიან კარგად და ღია თამაში ძალიან სწრაფად აუღოს ალღო სიტუაციას. აი აქ ნახეთ რა კარგად მოიპავა ბურთი. კარგი კონტაქტი დაასწრო მეტოქეს, მარცხენა მხარეს გადახტა და დადო ძალიან კარგი ლელო. პირველ ტაიმში მიმდინარე. აქვთ უპირატესობა მარჯვენა ფლანგზე ესპანელებს, კარგად მოდის მათი ფულბეკი, გაჭრა ხაზი, რა კარგი პასი ამოაგდო, თუმცა აქ ნინიაშვილი უბადლო იყო, კარგი ბოჭვა გააკეთა და ისევ ესპანელები არიან და ძალიან კარგი ლელო დაგვიდეს მარჯვენა ფლანგზე, კარგად მიყვა რიჩარდის გუტიერესი და ეს მოკლე ეს უკან თითქმის შესული იყო, მაგრამ აი ისევ ის კომბინაცია, რაზეც საუბრობდით, აქ უკვე მათკავა თავად შეუტია და არის ლელო. შესვლაზე შემოსულა ლუკა მათკავა გაიტანა საქართველოს ნაკრების მეხუთე ლელო და ანგარიში უპირატესობა გავზარდეთ 33-23, 10 ქულა არის ჩვენი უპირატესობა და გვექნება კიდე გარდასახვის შესრულების შესაძლებლობა. აი უკვე მეორე ტაიმის 60 წუთის ბოლოს საკმაოდ აქტიურად დავწნეხეთ მეტოქე და აღარ აქვს რესურსი ესპანეთს იმისა, რომ შეაჩეროს ჩვენი შეტევები. ძალიან კარგად მუშაობს ამ ეს კონკრეტული შეტევა, როცა ეს ზურგიდან ზურგს უკანა. კარგად ჩავჯექით აქ ბურთზე და გავგლიდეთ მეტოქის რაკეტს, ავარაუდოდ შეუტევთ, ხო დრო გასულია, თუმცა რატომაც არა, მაგრამ მათკავა ფეხით თითქოს აპირებდა დარტყმას, ლობჟანიძე შეაჩერეს, კისერზე თამაშს გაავს ესეც. კერდიდან დაიწყო ბოჭვა, მაგრამ აუხსდა მაინც კისერზე. მათკავა ასრულებს ერთი ფაზით, რომ ვერ გავიარეთ. მეტოქის დაცვის ზღუდე შესაბამისად აღარ გავრისკეთ 22-ში ვიყავით, აქ პატარა შეცდომასაც შეიძლება უკუ შედეგი მოჰყოლოდა, ასე და ამრიგად ვიმარჯვეთ დღევანდელ მატჩში 42-30.